სხდომა. დღეს 1 სექტემბერი არის, ხვალ სექტემბრის 1 სამშაბათი შესაბამისად ჩვენ გავხსნით საშემოდგომო სესიას. დღეს საორგანიზაციო ხასიათის ბიუროს სხდომა გვექნება, მათ შორის ახალი ინიციატივების დასარეგისტრირებლად, ხვალ პლენარულ სხდომამდე 15 წუთით ადრე გვექნება ასევე ბიუროს სხდომა, სადაც პლენარული სხდომის დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას ჩამოვაყალიბებთ. ზოგადად რომ გაგაცნოთ გრაფიკი, როგორ იქნება პარლამენტის მუშაობის, როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით საპარლამენტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში როგორც წესი არ იმართება პარლამენტის პლენარული სხდომები, ამიტომ ჩვენ ამ გრაფიკს მივყვებით, გვექნება მიმდინარე კვირას სხდომები და შემდეგ არჩევნებამდე იქნება პლენარული სხდომების მხრივ იქნება პაუზა, საკომიტეტო მუშაობა რა თქმა უნდა შეიძლება გაგრძელდეს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით და უკვე არჩევნების შემდეგ განვაახლებთ პლენარულ სხდომებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მომენტში თუ საჭიროება იქნება, შეგვიძლია ასევე პლენარული სხდომის გამართვა. თუმცა იმისთვის რომ კოლეგებს ჰქონდეთ შესაძლებლობა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობის, ამიტომ პლენარული სხდომები, როგორც სხვა დროს ხდება ხოლმე, მიმდინარე თვეს არ გაიმართება. რაც შეეხება მიმდინარე კვირას, არსებული წინასწარი დღის წესრიგით რაც გვაქვს და ინიციატივებით, სავარაუდოდ დაგვჭირდება 2 დღე, ხვალინდელი და ზეგინდელი დღე, სამშაბათი და ოთხშაბათი. მათ შორის ჩვენ მიმდინარე სასიო კვირაში გვასახელული გვექნება დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ასევე იცით რომ ავირჩიოთ უნდა სახელმწიფო საფრთხების სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე უნდა ვცნოთ უფლებამოსილება პარტია საქართველოსთვის 12 წევრისა, რომელიც უფლებამოსილი შეწყვეტილი წევრების ნაცვლად გახდებიან პარლამენტის წევრები და იცით რომ მიმართა პარტიამ საქართველოსთვის ცესკოსაც გარკვეული კორექტირები საარჩევნო სიაში ჰქონდათ და დაასახელა ის 12 პირი, ვინც გახდება პარლამენტის წევრი და წარმოდგენილი არის შესაბამისად კომიტეტმაც განიხილა უკვე და ხვალ გვექნება მათი უფლებამოსილების ცნობის შესახებ კენჭისყრა. რა თქმა უნდა, იქნება მიმდინარე კანონპროექტების განხილვა, ძირითადად ეს საკითხები იქნება 2 სამუშაო პლენარული სხდომის ფარგლებში, 2 პლენარული სხდომა გვექნება მიმდინარე კვირას, შემდეგ იქნება პაუზა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ განვაახლებთ პლენარულ სხდომებს. და კიდევ ერთხელ საკომიტეტო სხდომები, რა თქმა უნდა, შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაატაროთ და კარგიც იქნება პრინციპში მიმდინარე საკითხები განიხილოთ. რაც შეეხება ახლა დღის წესრიგს ბიუროს სხდომის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები შემოსული არის, კერძოდ განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ბატონო, შემდეგი გახლავთ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მეორე ოქმის ჩანაცვლების თაობაზე, რომელიც შეეხება საქონლის წარმოშობის ცნებებს და ასე შემდეგ. საფინანსო საბიუჯეტო წამყვანი ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, შემდეგი საქართველოს და რეკონსტრუქცია და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასწავლო შეთანხმება. საფინანსო წამყვანი ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობის სავალდებულო დასკვნისთვის. მეხუთე საკითხი საქართველოსა და რეკონსტრუქცია და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასწავლო შეთანხმების ცვლილება. საფინანსო წამყვანი ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სავალდებულო დასკვნისთვის. შემდეგი დასაბეჭდი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ მრავალმხრივი კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ წარსადგენილი განახლებური დათქმები და შეტყობინებები. საფინანსო საბიუჯეტო წამყვანი ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო სავალდებულო დასკვნისთვის. ბატონო, შემდეგი კანონის პროექტი საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი სავალდებულო დასკვნისთვის აქვე გაცნობებთ, რომ დაჩქარებული წესით განხილვა და გთხოვთ იბრძოლოთ აღნიშნულზე, მათ შორის 2 მოსმენით 1 დღესთან დაკავშირებით. კი ბატონო, მთავრობის ინიციატივა და დაჩქარებული წესით გთხოვენ განხილვას, გთხოვთ თანხმობას. მადლობა. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, დასამტკიცებელი არის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელად ფრაქცია ქართული ოცნების კვოტით ნიკოლოზ სამხარაძის წარდგენის შესახებ. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ და ბატონ ნიკოლოზი ჩაანაცვლებს ბატონ გივი მიქანაძეს, რომელიც მანამდე ხელმძღვანელობდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას. შემდეგი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე საკითხები გახლავთ ვადის გაგრძელება სხვადასხვა კანონპროექტთან დაკავშირებით და გთხოვთ ამაზე თქვენს მხარდაჭერას. მადლობა. მე-7 საკითხი პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების მომართვა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით დროებით კომისიიდან პოლიტიკური ჯგუფის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის გამოწვევის და მის ნაცვლად პოლიტიკური ჯგუფის წევრის ილია ინჯას გაწევრიანების შესახებ. ეს ძველი საკითხია პრინციპში და უბრალოდ არა, დეოკუპაციის დროებით კომისიაში ცნობა უნდა მივიღოთ. შემდეგი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა 25 სამმართველთა ინიციატივის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე, ესეც ცნობად ვიღებთ. ასევე გახლავთ პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალის მომართვა, პოლიტიკური ჯგუფის წევრის ეკა სეფაშვილის მიერ საგარეულოთებათა კომიტეტის დატოვების და განათლების და მეცნიერების და ახალგაზრდა საქმეთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ, ესეც ცნობად მივიღოთ. ინფორმაციისთვის საგარეულოთებათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის ანგარიში, ასევე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ანგარიში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ბატონ გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის ცნობაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის ცნობაზე თანამდებობის პირის მოხსნენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების შესახებ. წარმოდგენილი ასევე მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2024 წლის შესრულების ანგარიში, რომელიც გადაეცემა ადამიანის უფლებათა კომიტეტს. ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ არის წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოს მოსამართის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ნემსაძის კანდიდატურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცემა. შემდეგი გახლავთ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა, რომელიც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის 2025 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებით საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა. შემდეგი გახლავთ საქართველოს მოქალაქეების ჯგუფის განცხადება საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გატარების შესახებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერის შესაგროვებლად. გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. შემდეგი მე-18, მე-19 და მე-20 საკითხები გახლავთ ლობისტების მომართვები და ინფორმაცია. პირველი გახლავთ მომართვა, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა და ორი გახლავთ ინფორმაცია ხარჯებთან დაკავშირებით. და ბოლო 21 საკითხი გახლავთ ხაზინათა საბჭოს გადაწყვეტილება ნომერი 119, რომელიც უნდა დავამტკიცოთ თქვენს მხარდაჭერას. თუ სხვა საკითხები არ არის, ხვალ 12-15 წუთი დააგდობა გვექნება ბიუროს ხდომა, 12 საათს უკვე გავხსნით საშემოდგომო სესიას, ბიუროს დღევანდელი ხდომა ამით დახვდება.